ხდებადების დღეზე არ მოდიხარ? ყველა ახლა შენს გარდა. აუ, ვაპირებდი, მაგრამ ტაქსი ვერ ვიპოვე და ვერ მოვდივარ. მოიცა კაცო, გამოგიძახებ ტაქსის. სიზავ. რამდენიმე წლის წინ ტაქსის ერთი დაწყებებით გამოძახება მართლაც წარმოუდგენელი იყო. და რამ შეცვალა ეს ყველაფერი? წარმოიდგინე 2008 წლის პარიზი. ქუჩაში დგას ორი ადამიანი, წვევის კალანიკი და გარეთ კემპი. ისინი კონფერენციიდან გამოდიან და ვერაფრით პოულობენ ტაქსის, რომ სასტუმროში დაბრუნდნენ. იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ ტრემპი კალანიკს მიმართავს. რატომ არ შეიძლება, რომ მანქანა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გამოიძახო? იდეა მაქვს. ამ ერთმა ყოველდღიურმა პრობლემამ მათ გონებაში ერთი მარტივი იდეა დაბადა: Uber-ი. თუმცა მაშინ Uber ხაბერქვა. Uber-ი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მობილური აპლიკაციის გამოყენებით უმარტივესად და უსწრაფესად აკავშირებს მძღოლებს მგზავრებთან. ტაქსის დისპეჩერები, ზარები, ლოდინი, ეს ყველაფერი გაქრა. Uber-მა შეცვალა არა მხოლოდ ის, თუ როგორ ვიძახებთ ტაქსის, არამედ მისი მოდელი, ღილაკზე თითის ერთი დაწკაპუნებით მიიღეს სერვისი, გახდა შაბლონი ყველაფრისთვის. საჭმლის მიწოდებისთვის, კურიერისთვის, ან თუნდაც დასასვენებელი ადგილის დაჯავშნისთვის. ახლა დაფიქრდი, მთელი ეს გლობალური ცვლილება, ტექნოლოგიური რევოლუცია და მილიარდობით დოლარის ინდუსტრია დაიწყო იმით, რომ ორმა ადამიანმა ერთხელ პარიზში ტაქსი ვერ იპოვა. საინტერესოა რა მოხდებოდა კონფერენციიდან გამოსულებს ტაქსი იქვე რომ დახვედროდათ.